მოდი ვნახოთ ვინ ხარ მისთვის, როგორი ხარ მისთვის, ჩავიფიქროთ პარტნიორული ურთიერთობები. ჩავიფიქროთ შესაძლოაც შვილებზე მათი პარტნიორული ურთიერთობებით. პირველი, მეორე, მესამე. პირველი, მეორე, მესამე მეგობრებო. ჩაფიქრება შესაძლოა სხვებზეც. ნახოთ როგორი ხართ მისთვის თქვენ. პირველი ვარიანტი, როგორი ხართ. ემოციებში ადამიანი თქვენს მიმართ, ან შვილების დედა, ან გრძნობა, ან ემოციური ფონია ძალიან თბილი თქვენს მიმართ ადამიანს. გააჩნია გრძნობა, ნამდვილად გააჩნია იმპულსი, ენერგია, თბილი ენერგიები, ძალიან დიდი გეგმები აქვს თქვენთან დაკავშირებით. და ძალიან უნდა თქვენთან ყოფნა, თქვენი ნახვა, სტრესობს, ეჭვიანობს ხშირად ადამიანი. აი პირველი ვარიანტი მეგობრებო, აქ არის გარანტირებული ბედის არკანით 10 პენტაკლით, აქ არის ოჯახის შექმნის პერსპექტივით მოდის ადამიანი, მოცემულია თქვენთვის როგორც ბედი, რომელთანაც უნდა იყოთ ბედნიერი სხვათა შორის. ანუ ეს ადამიანი თქვენზე ფიქრობს, ან თქვენ ოჯახს უყურებთ, შესაძლოა ოჯახია უკვე თქვენი. გრძნობები აქვს თქვენს მიმართ, პოტენციური მეუღლე, მომავალი მეუღლე, სიყვარულები აქვს, მოკლედ ეპიზოდები ჩანს მომავლიდან, იქნებით ამ პიროვნებასთან ბედნიერი სხვათა შორის. ყველაფერი ხართ მისთვის პირველი ვარიანტი. მეორეც ნახოთ. მეორე ვარიანტი. ფანტასტიურობა. 200 მეგობრებო. თვალს ვერ გაშორებს, თუ რა თქმა უნდა ეს ადამიანი არ არის ურთიერთობაში. როგორი ხარ მისთვის შესაძლოა აქ ბევრთან იქნება დამთავრებული ურთიერთობა. თვალს ვერ გაშორებს იმდენად ლამაზი კამერა მიჩვენებს. სინათლე ხარ მისთვის, დანახული სინათლე გზაჯვარედინიდან. შენში რაღაცა ისეთი არის, აი რაც ამოუხსნელია მისთვის, იზიდავ ძალიან და სულ ფიქრობს მუდმივად თქვენზე, შენზე ფიქრობს ადამიანი. სერიოზულადაც ფიქრობს, ვიმეორებ თუ ეს ადამიანი არ არის სხვასთან, ვიღაცასთან და ამის შესახებ არ იცით, მაშინ ეს თქვენზეა გაშლა. შეიძლება წყვილში იყოს სხვასთან, მაჩვენებდეს შესაძლოა. ფიქრობს მუდმივად თქვენზე. სიყვარულის ენერგიები ბრუნავს თქვენ შორის, რა თქმა უნდა. 200-ის. მესამე ვარიანტი, მეგობრებო, როგორი ხარ მისთვის, არკანი მზე. აქაც შესაძლოა შვილების დედა იყოთ ადამიანისთვის. ან პატარა ხართ მასზე უმცროსი, შესაძლოა. როგორი ხართ მისთვის, მოკლედ აქ ძალიან სერიოზულად არის საქმე ძვირფასებო. საიდუმლო ხარ მისთვის. უნდა რომ გაგიგოს, მაგრამ უფრო და უფრო თითქოს ცვალებადი ხართ ძალიან. წიგნივით ხართ, რომელსაც კითხულობს, მაგრამ ყველა გვერდიჯერ წაკითხული არ აქვს, ანუ კარგად გიცნობს, მაგრამ მაინც ძალიან ცვალებადია ამიჩვენებს. როგორი ხართ ლამაზი, სექსუალურიც ძალიან ფანტასტიკურად გამოიყურებით, ძალიან კარგი სტილი გაქვთ, გრძნობები, ემოციები ამ პროგნოზშიც გვაქვს. შესაძლოა ცოტა პრობლემები გქონდეთ, მაგრამ ეს ყველაფერი დაალაგდება, უნდა რომ დაალაგოს თქვენთან ურთიერთობა. ეჭვიანობს ძალიან მეგობრებო, ძალიან ეჭვიანობს. თუ გაქვთ განხეთქილება მასთან, მაშინ აქ ქალი დაუვიწყარი ხართ მისთვის. ვერ გივიწყებს. ვერ გიშვებს, ვერ გივიწყებს. გრძნობები, ემოციები, მონატრება, ფიქრი გამუდმებით თქვენზე.
ბრძოლა თქვენთვის, მოკლედ, ჩემი პატარა გოგო. ან თუ მამაკაც ვუყურებთ, მან შენ თუ მამაკაცი უყურებს ამ კაშლას, თქვენ მისთვის ხართ თითქოს ადამიანი, რომელსაც მაჩვენებს როგორც მასზე უმცროს ხვდებით. შესაძლოა აქვს რაღაცა ფინანსური სტატუსებიც არ იყოს ისეთი, როგორიც მაგალითად მას უნდა რომ იყოს, ანუ თქვენში რომ მოსწონს რაღაცა ფინანსებთან დაკავშირებით შეიძლება იყოს რაღაცა პრობლემები, რაც ამ კაცს არ მოსწონს და მამაკაცებს არ ვიცი, თქვენ ხართ მისთვის ოაზისი, გიждდება თქვენზე არკან მზეში და პოტენციური მომავალი მეუღლე. ქალი, რომელზეც ფიქრობს როგორც პოტენციურ მეუღლეზე. წარმატებები ჩვენ.